ირაკლი ღარიბაშვილის სასჯელ აღსრულების ნომერ მე-12 დაწესებულებაში შეასახლეს ყოფილი პრემიერი რუსთავის გზას საკუთარი ნებით. მას შემდეგ დაადგარაც ბრალი აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობებს დათანხმდა. ღარიბაშვილი ციხეში 5 წელს გაატარებს. ჯარიმის სახით $1 მილიონ გადაიხდის და კუთვნილ 2 ავტომობილსაც დათმობს. ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194 მუხლის მე-3 ნაწილის გექვეყნებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რაც თან ახლავს დიდი ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არცებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უკვე სასამართლომ იგი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახელთაზომად განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულების საქმიანობის შედეგად მიაღებული ქონება და ამავდროულად დამატებით სასჯელის სახელთაზომად განისაზღვრა ჯარიმა $1 მილიონი ოდენობით. საპროცესო შეთანხმება დაცვის მხარის ინიციატივით გაფორმდა პროცესზე. თავად ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალს აღიარებდა, თუმცა ბრალდება მხოლოდ ღვინის ინდუსტრიიდან მიღებულ იმ შემოსავლებს ეხება, რომელიც დეკლარაციაში არ აუსახავს. ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. დეტალებზე კი მისმა ადვოკატმა ისაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ საქმე სამოხელეო დანაშაულს არ ეხება. ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება ბრალი მას, დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია. როდესაც ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება. რახან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. ბრალდებულ ექს-პრემიერთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმაც. პაატასალიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თითოეული მოქალაქის არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრია, ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და შესაბამისად დღეს ამას ჩვენ ვხედავთ, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში დაცულია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს ამ შემთხვევაში, რადგან დანაშაული ჩადენილია. მართლ გუნდში დღეს ის მთავარი დაპირებაც გაიხსენეს, რასაც ქართული ოცნება და პირადად ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას წლების წინ დაჰპირდა, თუმცა ამის ოპოზიციას ისევ არ სჯერა. როდესაც ჩვენ ოპოზიცია და ლელოძლიერი საქართველოს საუბრობდით სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით მატყუარები და სიცრუის გამავრცელებლები, ეს ადამიანები არანაირ კორუფციას არ ებრძვიან, ეს არის ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ კორუფციის სახელით. ჩემთვის ეს პირადი ტრაგედია და საერთოდ გუნდისთვის ტრაგედია. იგივე ბიძინა ივანიშვილის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენ გუნდში იყო, ყოველთვის პარად იდგა პოზიციაზე, გადადგავდა ესეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითიც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. თუ მან აღიარა, მისასალმებელი აღიარება, რასაკვირველია, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება. უკვე მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და დღეიდან პატიმრობის 5 წლიანი ვადის ათვლაც დაიწყო.